გამარჯობა, ჯაყო. სადა ხარ კაცო, სადაიკარგე? და ნათავადარი თეიმურას ხევისთავი ღიმილი და ხელგაშლით გადაეღობა თავის ნახიზნარსა და ნამოურავალს ჯაყო ჯივაშვილს. საოცარია, საკვირველია. როგორ გადიდებულ ხარ, როგორ გასუქებულ ხარ, ჯაყო. მაშმაშა, აგრე ვიცის ჯაყომა. საოცარია. საკვირველია, როგორ გამოცლილ ხარ, ჯაყო. მარგო. მარგუში. იცანი ეს კაცი. მაგონდება. ვიცნობ, მაგრამ ჩვენი ჯაყოა, ჩვენი ნათლი მამა. აღარ გახსოვს? მერტო ჩემო. სადა ხარ ჯაყო? რასაკეთებ? სულ დაგვივიწყე აღარ შანხარ. მუშაობ შენი ჭირიმე. მუშაობ მას. ბევრი საქმე გაქვს ჯაყოსა ძალიან ბევრი. სოფელს პატრონობა გინდა? 3 დღეა ქალაქში დადიხარ, ჯაყო ყველგან იყავი, ვერ მოიცალე შენი ჭირიმე. თქვენთვის ვერ მოიცალე ჯაყო მამას. ახლა სოფლის პოვერენია ხარ ჯაყო. სოფელს სკოლა გინდა, ჩიტი, ნავთი და მარილიცა. ღარიბი სოფელი ხარ ნასინდარი. წრეულს ნასინდარ სეტყვა გქონდა. დიდი წვიმა და გოლვაცა, სულ გაგიფუძდა მოსავალი, სულ. მეტისმეტად გამოცდილ ხარ, ჯაყო. გასუქებულ ხარ. მაშმაშა. ძალიან გაიზარდე, ჯაყო ისენი ჭირიმე, ძალიან გაიზარდე. ალბათ კეთილი ცხოვრება გაქვს და იმიტომაც გასუქებულ ხარ. და რატომ არ გექნება ჯაყოს კეთილი ცხოვრება შენი ჭირიმე? ჯაყო ახლა კარგად ხარ, იმიტომაც გასუქდი ჯაყოე. ჯაყოს ახლა ბევრი გაქვს პური, ხორცი, დუმა, კარაქი, რძე და მაწონიცა. ჯაყო სული სავდა, სუქთები და სუქთები იმას. შენ ძალიან გაღარიბდი, შენი ჭირიმე. ო, გავღარიბდით ჯაყო. ძალიან გავღარიბდით. მირთ ვინებე. მოგეშინია, ღვინო კიდევ მაქვს. ისი არ გავკოტრებულა რომ ჩემს ნათლიას ვერ დავალევინო. ახლა დიდი საქმე გაგიკეთე ნაშინდარსა. თავრობა მალე სკოლას გაგიხსნის იქა. წიწყინა ნინიკაი ბრაზით გასკდები. მართლა როგორ არის ჩემ ნათლული? ვინა? ნინიკაი? ო, კარგი ნათლულიცა ყოლი აღმერთმანი. აგიკლო ნასინდარი, სულ აგიკლო. ჯაყოი მოსვენებას აღარ გაძლევს. სულ იმას ხვირი რომ თეიმურაზის სახლი ჯაყოი უნდა ჩამოგართო და შიგ სკოლა და კოპერატივი გაგიხსნაო.
ნინიკა? ნინიკაი. აღარ გახსოვს, მარგო, ნინიკა? რომელი ნინიკა? ჩემი ნათლული, გახსოვს გაღმა სკოლაში რომ ზრდიდი? არ მახსოვს. ჩემი ნათლული, მარგო, ჩვენ რომ ჯვარი დავიწერეთ ორჯერ თუ სამჯერ ამოვიდა არ ჩვენ. მახსოვს თემი. დარდგინა გახსოვდეს მაგისანა აბეჯარი ბიჭი? ჯოღოი უნდა გადაგასახლო და ჩემ დვარეთში კოოპერატივი გახსნა. ქჩორდუ კოოპერატივი არ გინდა, ჯოღოს კოოპერატივი მას? მენა მარგო. ამოხერ ქალაქში რას აკეთებდე? მოდი ჩემთან წამოხვიდოდ ეს სტუმრათა. ღმერთმანი ჯაყოიზე მოულის ნათლიებსა, როგორც რომ ბატკნებს სამაშა. მადლობელი ვარ, ჯაყო. მოვიფიქრებთ, მოისაზრებთ. რაღა ფიქრი გინდოდე, მაგ ფიქრებმა გაგაფუჭე და დაგაბერე. რა სიტყვი მარგო, ა? ჩემთვის სულ ერთია. როგორც გერჩევს, ისე გადაწყვეტ. ისე მელაპარაკები თითქოს უცხონი ვიყოთ. აგივი თქვენ ამ გაჭირებას. მეტი რა გინდა? ითვენ, მაგრამ ვაია მოთმენას. ქალაქში აღარ გვეცხოვრება. ყველამდე ვალებში ვარ ჩაფლული. უკმაპურსაც ვეღარ ვშოულობ. მართალია თითქოს სამადლოდ მივდივართ ჯაყოსთან, მაგრამ ეგ არაფერია მარგო. ბოლოს და ბოლოს ჯაყომ ხომ მიითვისა ჩემი ქონება, ზოგი ქურდობით და ზოგი ეშმაკობით. ესეც არ იყოს ჯაყოს ახლა სახლში მუშა სჭირდება. შენ ოჯახში დატრიალდები მეც მივეხმარებიან და სოფლის კანცელერიაში მოვნახავ რაიმეს. ნუ დამცინი მარკო. ვინც ის როგორ მოეწყოს იმ სოფელში ჩვენი ცხოვრება? იქნებ სწორად იქ მოხდეს გარდატეხა, იქ გადაიშალოს ჩვენი ცხოვრების ისტორიის ახალი თაბახი. იცი, ადამიანი ზოგჯერ იქ იპოვის ბედს, სადაც ის არ ეძებს. შეიძლება. მაშ თანახმა ხარ, არა? არც თანახმა ვარ და არც უას ვამბობ. შენ მე გადაშერი. მე გემორჩილები. მაგრამ თუ ჩვენი საქმე უარესად წავიდეს, მე ნუ ხარაფერს დამაბრალე. ამაზე უარესი რაღა იქნება. არა. ჩვენ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. უნდა წავიდეთ. ღმერთო დიდები. ჩვენივე ნასახლარში, ჩვენივე ნამოჯამაგირებს უნდა შევეკედლოთ და ჯაყოს სამადლოდ გავიხადოთ თავი. ნუ იგესლები მარგო. ამ ქვეყნად ყოველივე წარმავალია, წყალნი, წავენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო. ჯერჯერობით შენმა გარდმოგდებულმა წყალმა ყველანი წაგვიყო. ხოლო რომელი ქვიშანი დარჩებიან, ამის ნახვას ჩვენ ვერც კი მოვესწრებთ. მოვესწრებით, მოჩქაროთ. რამდენი წელიწადია სულ ამას გაიძახი. ჯერჯერობით მხოლოდ იმას მოვესწარი, რომ ჯაყოს სამადლოდ გაიხადე თავი. მე რა ბრალიმდებ სამაში? 1000 სხვა თუ შეგუახა ცხოვრებას, შენ რით ვერ მოიდრიკე, უხეში კისერი. არასოდეს. მას ჯაყოს ხიზნობა გირჩევნია. მირჩევნია. რაც მოსავლე მოვიდეს. მე რას მიბირე? სადაც მე ვიქნები, შენც იქ უნდა იყო. შენ კიდევ შეფრჩა რაღაც რწმენა. მაგრამ მე რომ აღარაფერი მჯერა? მაინც უნდა მომყვე. სამშვიდობოს გაგიყვანე. არ ამჯერა, თემურ, არ ამჯერა შენი სამშვიდო. გულიც უცმეულნება. ნუ მისდევ ჩაყოს თავი დაანები. თორე მე იქნებ ინანო. აქ თუ ვერ მოიკიდე ფეხი, იქ სოფელში ხომ უარესად გაგიძნელდები. ცხოვრება დიდი. გზას გავიკაფავთ. ქალაქში თუ ვერ მოიკიდე ფეხი, სოფელში რა უნდა გააკეთო? თემურ, შენ ბრძოლისათვის და თავისუფალი ცხოვრებისათვის არ ახარ შექმნილი, თემურ. რატომ არა, განაახამდე დამოუკიდებელი არ ვიყავი? დამოუკიდებლობა შენ ნაშინდარი გაძლევდა და ისიც ვერ გამოიყენე. მამა პაპეული მამულიც ვერ შეინახე და გაყიდე. იმოდენა განძეულობა ისე მოკპარა ჯაყომ, რომ ყოლსაც ვერ მიახვი. ჯაყოს ქურდობას მოაბრალ, შენ საბუთი არა გაქვს. საბუთი რომ მცქონო და ხელიდან გაგიბარდებოდა. მაშ რას მირჩიო?
გამოაცხადე ლოიალობა და ერთგულად იმსახურე. როგორ მიბედა, მარგო? გიბედა მთელი. გიბედა. იმიტომ შენი ერთგული მეუღლე და მეგობარი ვარ. მას პოლიტიკურად თავინა მოიკლა რა? რა მოგცემ პოლიტიკა, მე რა? ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ არც მე მოგცემ. შეიძლება, მაგრამ სახელი. ვისთვის გინდა კერბი კაცი სახელი. ორგულობა და ორპირობა რომ არ შემიძლია, შენ ძალიან კარგად. გასშუმება შეგიძლია. ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ვერ შევცადე. თემურ, ყველა მიცის რომ შენ უნებელი კაცი ხარ, რომ ჩიცაც ვერ დააფრთხო. მაშინ რა δεშინიათ ჩემი? შენი არავის ეშინია. მაშინ რა დამეთხოვე ზადჯერ სამსახურიდან? იმიტომ რომ ხბედი და ენაჭარტალა ხარ. მე ერთხელ კიდევ გირჩევ. გამოაცხადე ერთგულება, პირზე კლიტე დაიდე და დადუნდი. არ შემიძლია. მე ჩემი ვთქვი. ახლა შენიც. თუ ჩვენი საქმე ცუდად წავიდეს, მე ნუ არაფერს დამაბრალებ. შვიდობა შენი მობრძანება კრეინა მარგო. გამარჯობა შენი. გამარჯობა ჯაყო. ჯაყო გენაცა. კნეინეს ნუ ხარ მეძახი. კნეინება აღარ არის, გადავარდა. არა შენი ძირიბე. სხვა კნეინები და კნეინები გადავარდი, თორე ჩემი ნათლია ჯაყოსთვის ისევ კნეინა ვიქნები მას. თემურაზი სად არის? რა? არ ჩამოვიდა? თემურაზი არ ჩამოხვედი შენი ძირიმე. თემურაზი საქსი დარჩი და შენი თავი ჯაყოი მეანდე. ჯაყო. სადა ვართ? აქეთ აიძობდე შენი ძირიმე. აქეთ უფრო მოკლე გზა ვიქნებოდე. რა ვქნა, ჩვენი გზა პირდაპირ უნდა მიდიოდეს და შენ მარცხნივ რატომ მოუხვი? ნუ გესინოდი შენი ძირიმე. შენ არ ხინად იქნებოდე? ჯაყომ შენზე უკეთ ვიცი საქაური გზები. კნეინა მარგო. შენ ცოტა ხანს აქ მოიცადებდე, მეც ახლავე მოხვიდოდე. გზაგერეოდე ჯაყოსანათლია ჯან? ეხლა სადა ვართ? ეს მაგმანუ ვიცის ხარების თავი. წალაში ხარ. ლიახვის ნაპირზე ხარ შენი ძირიმე. რა ვქნა? აქ ახარ გაზრდილი ამინდორში გზა როგორ აგერია? მასა. ახლა რას გააკეთებდე? ბნელა შენი ძირიმე. არც გზა ვიცის ჯაყომა? მაშ რა უნდა ვქნათ? ნუ გესინოდი შენი ძირიმე. ჯაყო თოფიცა გაქვს? კანჯალი და მოუზერიცა. მინდა პედალში რამესა. ჯაყო აქ არ იქნებოდეს. ой დედას გიჭირებ ყაჭახსა ჯაყოი დედას ამას. აბა ვინც ვაშკაცი აქ მოხვიდოდე, აბა მოხვიდოდე. აგი ჯაყოი ვარსკვლავი კენაცვალე იმის მადლსა ვერ დიდქიდე ნათლია მარგოს ვარსკვლავი მოგდევს კენაცვალე იმასაც ძილინებისა ჯაყო
ხამემშვიდობისა, ნინა ჯან, ხამემშვიდობისა. დაიძინე მარგო ჯან გენაცვალოს შაღალ. არა ჯაყო არ მეძინება ჯაყო სად მოხდა შენ ჭირიმე შო. ხარ დაიყვირებდი? ცოტა იქეთ მიიწევდე მარგო ჯან. საწყალ ჯაყო შეგცივდა. ცოტა გაათქმობდი. ჯაყოს აგენაცვალოს იმის თავი. გადავალ ურმიდან ხელი გამიშვი სისერიტი. შო არ დაიყვირებდი. არ დაიყვირებდი. არ დაიყვირებდი მარგო ჯან. მოლაპარაკინდებოდი შხუბი. რაკინას აქინე არ შხუბი. სისერიტი. სკაჩუბდა. თორემა. მადლობა ღმერთს. სადა ხართ, რა დაიგიანეთ აქამდე? ურემი გაგიფუჭდა შენი ჭირიმე ურემი. გუჩინ ვერ ამოხვედი? ღამე სად გაათიეთ? ღამე ლევანაშენში გაათენებდე. ჩვენებიანთ თომასთან იქნებოდე სტუმრათა. აბა სად დაიხიე მარგო? მხარზე რაღაც იარა გაქვს. კლავი ხომ არ დაგიშავთ, ა? გნეინა ურმიდან წამოხდებოდე შენი ჭირიმე. კაბა წალს მოედებოდე და მკლავიც მიარტყამდე. არა გისავს რა შენი ჭირიმე. მალე მოგირჩებოდეს ნათლიასა. აი გასინჯე. ნახე რა დაემართა ჩვენს უპატრონოს სახლს.
მაშ ისე წაგივიდა საქმე, რომ სასხვისოდ გაგიხთა ეგ თავი. Haide da saltandil xevistāo, rasi ფიქრებდი რომ ოჯახი ასე დალენდრეო. უშეშინ დივანე. წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიან. ეგ მართალია, მაგრამ იმ ქვიშაზე გაგუდული თევზიც ბევრი მინახავს. წყლის წასვლის მოლოდის ისე ვისგერჩინა, რომ სამსახურში ფეხი მოგეკიდა, თორე ვინ იცის? იქნება წყალნი ან არ წავიდნენ. ან კიდევ ძალიან დაგვიანებით წავიდნენ. სანამ პეტრე მიეშველა, პავლეს ტყავი გააძლესო გამიგონია ცხონებული მამაშენისგან. კნიაზო, სჭამე თორემა, რაც ღალას არ გაძლევდე, იქნება იმ დღიდან აღარც გაძღებოდე. მე და ამის სენავაშკაც კნიაზობას ვინ მოგცემდე? ეს გაუმარჯოს სტუმრებსა. რომლებიც არომა აგრეთვე და იზა სმენა იყოს და გაგონება. ხალხო, ეს ქვეყანა ასე ყოფილა მომართული. ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო, ასე უთქვამს დიდებულ შოთა რუსთაველს 700 წლის წინა და ისიც უთქვამს წინანი უკანაო და უკანანი წინაო. დღეს მენაო და ხოლე კიდე შენაო. წინათ თავადაზნაურები გლეხებს უღელში აბამდნენ. ეხლა კი ბედი შეტრიალდა. მაშა, ახლა კნიაზებსა და აზნაურებს ჩვენ გავაჭერებთ, მაშა. ცხოვრება შეიცვალა. რით არა ჟობია წინანდელ თავადებს, დღევანდელი ჩვენი მასპინძელი. განა ჯაყოს აზნაურობა არ შეშვენის, ჯაყოს ძალაც შესწევს და შნოც. როქს აზნაურს არც უწინეთყობოდა აზნაურობა და ახლა ხომ სულ დაიძირნენ და გადაგვარდნენ. ზოგი ჯანღონით, ჭკუით, გონებით, გავლენითა და ქონებით აზნაურიც არის და თავადიც. ასეთ აზნაურებს მე პატივს ავწევ. წინანდელი ჩვენი თავადები კი ჩვენი აზნაურები წყალწასაღებნი იყვნენ და აკი ჩაბარდნენ კიდევაც მიმავალ დროსა. ქვეყანა მიცის, რომ ჯაყო ჯივაშვილი ისე დასტრიალებს ჩვენს ღარიბ ღატაკ ლეხობასა, როგორც ვინ მოსთვლის, რამდენი ბრუდე საქმე გაუსწორა ჯაყომ ჩვენს სოფელს და რამდენ გაჭირვებულ ქვრივობილს გაუმართა ხელი. ჩვენ იმედი გვაქვს, ამდენი სიკეთის დამთესი ჯაყო არც შემდეგში დაიხევს უკან და ისევ ძველებურად გაგვიწევს დახმარებას. მაშ გაუმარჯოს ჩვენი სოფლის აზნაურს ჯაყო ჯივაშვილს. მაშა, ჯაყოი დიდი მადლობელი ხარ. თუ სოფელს გინდა ჯაყოი გემსახურებოდე, გაგიწევდე საწყალ ხალხს სამსახურს, ამაშა? ნიძლავი თუ ხვალ ივანემ ჯაყოს ერთი ტომარა ფქვილი არ გამოართვას. შეგვინახე ჯაყო და დრო მოვა და გადაგიხდით. ძირს აზნაურები. ძირს აზნაურები არ გვინდა. სმენა იყოს, გაჩუმდებოდე. მე რომელი კნიაზი ხარ? ხომ არ გაგიჯდებოდე? ივანე ხუმრობდეს, თქვენ კი ვერ მიხვდებოდე. მაშა? სისხლისა გეშინიან თეიმურაზ? სისხლისა? კათამიც ვერ დაჰკლამდე, კათამიცა. ბრინკა მოდი აქა. თეიმურაზ, შენ კნიაზი კი არა ხარ? ბრინკა ხარ, ბრინკა. აბა სმენა იყოს? ჩვენი სტუმარი ნათლია თეიმურაზი ლაპარაკი გინდა?
დაიცავით ძმობა, მშვიდობა და მხანაგობა. დანარჩენი თვითონ დალაგდება. ღმერთმა ყველას მოგცეთ მშვიდობა და მოთმინება. Sangala gogona Sangala gogona Ai, საქართველოს გული, ივანე. გადახედე დღევანდელ ქართლს. უწინდელი ქართლის მეოთხედიც აღარ არის. ისტორიამ დაანგრია ძველი ქართლი. მეც მაგას ვამბობ. ვინ არ გადმოიერა იმის ზურგზე საწყალი. მთელი ქვეყნისათვის შარაგზად გადაიქცა. სანამ ქართლი ძლიერი იყო, საქართველო ძლიერი იყო, ქართლი დაეცა და საქართველოც დასუსტდა. ქართლი იყო საქართველოს გული. დღეს კი დაბერებულ და დაყრუებულ ნაკაცარს მომაგონებს წელში გაწყდა ქართლი. ნუ შეშინდი თეიმურ. მე აქ ვცხოვრობ და აქაურობას შენზე უკეთ ხედავ. ქართლიც იზრდება და მაგრდება. აბა მოიგონე, უწინ რა იყო და ეხლა რა არის. ქართლი მხოლოდ ეხლა მოდის მიწიდან, მრავლდება, ბაღებს აშენებს, თვალებს იფშვნებს და სკოლებს ამრავლებს. გახსოვს, მე და შენ რომ გვინდოდა ამ 11 წლის წინათ ნაშინდარში სკოლის დაარსება. შენ რომ აქაურობას თავი გააშორე და მე კინაღამ ჩამაქვავეს სკოლის გახსნაზე ხელი აიღეთო. რაც მაშინ ვერ მოხერხდა, წრეულს შესრულდება. ნაშინდარს შემოდგომიდან სკოლა ექნება. არ გინდა მასწავლებლად შეხვიდე იმ სკოლაში. 20 წელიწად იმისათვის კი არ ვიმუშავე, ივანე, რომ ბოლოს სოფლის მასწავლებლობით დავასრულო ჩემი ცხოვრება და მოღვაწეობა. მას ჯაყოს ხიზნობა გირჩევნია? დასავლეთისაკენ გაიხედე, ივანე. გაიხედე, ცარა მშვენიერებით არის შემოსილი.
გაჩნდებოდი თორემა. მარგოსათვის ცხადი გახდა. რუბიკი ჩაუს ხასად გადაიქცა. ასე თუთუცურად, ასე მოლოდნელად ჩაუს საყვარლად გადაიქცა. მერე როგორ იქვე თეიმურაზის გვერდით ღმერთო ნახალო, შენ ხარ მოწამე, რომ მარკოს აზროდაც არ ქონია ქმნის ღალატი, რომ რაც მოხდა ეს თავისთავად მოხდა, რომ მარკო უბრალოა ფიცის გადახვაში. რა უნდა ეკნა? დათვის მკლავებში ჩავარდნილ უმწეო დედაკაცს. რა? მეორე დღეს ეაბნა თეიმურაზისათვის. ამას ხომ საშინელი დრამა მოყვებოდა. თავის მოჭრა მარგოსათვის და სირცხვილი თეიმურაზისათვის. ახია თეიმურაზი. რადგან თავის ცოლი ნადირს. მაშრა ეგონა საქმე სასხვისოდ რომ გაიხადა. თავი აიღო და სამადლოდ შეეკედა ჯაყოს თავის ნამოჯამაგირებს. რომელმაც მისი სახკარი ბაღვეღან საკუთარი მკლავით ოიმბაზობით შეიძინა. მარგო თავს ვერ დაანებებს საწყალ თეიმურას. შედარება დელური ჯაყო და განათლებული თეიმურაზი. ტყის დათვი და საზოგადო მოღვაწე. აჩა. რა შედარება? სადაური არჩევანია. მაშაშა. აღარ ვიცის. ჯაყომა. Era direkt. Domamca. Ayşe. Ayşe. Ama taksiye koy. Taksiye bir değil. Vay. Qorani koy şuna bir kart. Qorani başa. Ama taksiye koy. Bir taksiye. Ay taksi. Xbertmani koy gidelim. Ona basıra bir başa. Ama maç აგრებიცი აბა გეტკირა ხა გაიწიკიდი გეტკირა კეჩელა გიბა ტურა თახრაშუ აბა ჩქარა სელინუ გიწყდებოდეს აბა გასი
ძაღლი კოწლობით არ მოკვდები. აგრე რათა სტანჯავ შენ ცოლს? ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. დედაკაცი მუშაობისთვის ხარ გაჩენილი მას? ყველანი მუშაობისთვის ვარ გაჩენილი, მაგრამ დედაკაც უფრო იოლის სამუშაო ერგო, რადგან მამაკაცი უფრო სუსტია. დედაკაცი ხარ სუსტი? შენ რა გესმის, ბრინკა? ქალაქელებმა გააფუჭეთ დედაკაცი, თორე ჩვენ ისევ ჩვენი ძველი ადათი შეგინახეთ, მაჩა ბაგასი. ცოდუანინო ჯაყო, ცოდო. ჯაყო მცოდო არ ვიცის. ახალი კანონის მიხედვით ჯაყო, მამაკაცი და დედაკაცი თანასწორნი არიან. ვიცი ჯაყომა, ვიცის? ჯაყო, შენ ხომ ქრისტიანი ხარ? მას ქრისტიანი ხარ ჯაყოი. მაშყური დამიგდე? სახარებაში წერია. ვიცი ჯაყომა, ვიცის? ჯაყოი სამჯერ დაიწერე ჯვარი და უდელმა სამჯერ გითხრა ეკლესიაში, რომ ქმარმა ცოლი უნდა შეინახო და აი ასე უნდა დაგაშინო. აი მას ნინა ქალბატონ სპორტსაბოჩკები გაგხადე? აბაჩხარა გული. რკინის დროებაში ცხოვრობ, ჩემო ივანე, რკინისა. ამიტომ ყველაზე უფრო ძნელი საშოვნელი ეხლა გული ყოფილა. სიყვარული მოკვდა, ჩემო ივანე, მოკვდა. რათ მოკვდა თეიმურ? მართალი ანაფორა გავიხადე, მაგრამ ქრისტეს მოწყურება ახლაც ძვალბილში მაქვს გამჯდარი. საცა სიყვარული არ არის, იქ არც მეგობრობა, არც ოჯახი, არც საზოგადოება და არც სახელმწიფო. მართალია, მაგრამ სიყვარულის ნაცვლად ეხლა ამ ქვეყნად და ხალხის გულში სხვა რამ დაგუბებულა, ივანე. ცეცხლი და წყალი ერთმანეთში არეულან და მშვიდობიანად შეწყობილან. ვისაც უყვარს, იმას ძულს კიდეც ჩემო თეიმურ. არ მესმის, როგორ უნდა აშენდეს სიყვარული სიძულვილზე. მე კი ასე მესმის. სიყვარული უეჭველად შობს შურს, იჭვს და სიძულვილს. ვისაც უყვარს მოძმე თვისი, მას უძირო სიძულვილით უნდა ზულდეს მტერი თავისი მოძმესი. ესე იგი, სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთის მშობლები ყოფილან, არა? არა, სიყვარულია სიძულვილის მშობელი, ხოლო სიძულვილი სიყვარულს ვერ შობავს. ქრისტიანული სიყვარული ეს ლანდია, მოჩვენება. იგი განყენებული რელიგია გახლავთ და მიწის ხალხს არ უდგება. ქართულ ხალხზე რა სიტყვი, ივანე? ქრისტიანია იგი თავის სული და ხასიათით. არა, სადაც სარწმუნოება არ არის, იქ არც სიყვარულია. მაგას ნუიტყვი. დღევანდელი ქვეყანა ჩემთვისაც უცნაურია და გაუგებარი. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ისიც სიყვარულზე შენდება. შენი კნეინა ძალიან ფინთად გაცვია. გაღოი ფული გასესხებდე.
ჩაცმევდე მარგოსა თორე შენი სირცხვილი ხარ? მადლობელი ჯაყო, დიდი მადლობელი. 1 საათად გადაგიხდი ამ სიკეთეს, არ დავივიწყებ. ალბათ ბედიოდესმე ჩემსკენაც მოიხედავს და მაშინ ალბათ ნათლა მარგოს სტანციაში მიგიყვან და იქ დაგიცდიკნე ინასა. ერთი დღე უნდა ქალაქში, მეტი ხომ არა? მარგო და ჯაყო 5 დღის შემდეგ დაბრუნდნენ. ერთი ეს მითხარი, რატომ არაფერს არ აკეთებ? არ ვაკეთებ? ხო, რა უნდა გავაკეთო, ივანე? ჩემ საქმეს არ მაძლევენ და მე სხვის საქმეს ხელს ვერ მოკიდებ. მე სხვის კამზე ვერ დავჯდებ. იწამე ახალი ქვეყანა და ესე იგი ქედი მოვიდრიკო? ეს ქედის მოდრეკ არ არის. მხოლოდ გაჩუნდი და სადაც არ გეკითხებიან იქ ნუ ჩაერე. ეს ხომ სულიერი სიკვდილია, ივანე. თუ მეტი გზა არ არის, მოკვდი. მე ჩემის ხელით თავს არ მოვიკლავ. ეხლა რა კვდები განა? ხორცით კვდები, ივან. ხორცით, სულ ისევ ჩემია. შენია? ჩემია მეთქი. გითხარი ამას წინათ, ნაშინდარში სკოლას ხსნი. ქუჩის დამგელად წავალ და მასწავლებლობას ვერ ვიკისრებ. რატომ რა მიზეზით? მე ბავშვს ისეთ რამეს ვერ ვასწავლი, რაც მე თვითონ არ მწამს. თეიმურაზ. ახალი კანონი გამოსულა მიწების გაყოფაზე. შენი ჭირიმე გაგოგებინე. ახალი კანონებისა მე არაფერი ვიცი და არც მინდა ვიცოდე. რატომ? იმიტომ რომ კანონი ქაღალდზე იწერება, ცხოვრება კი თავისი გზით მიდის და წავა. თეიმურა, შენ ჭირიმე. ეს მაინც გვასწავლე, როგორ უნდა გავასუქოთ მიწა. ჰა? აი, მაგას კი სიამოვნებით გასწავლეთ. ერთი წუთით მომიტმინე. აფსუს, თეიმურას ხევისთავო. ჯაყოს სამადლოდ გაიხადე თავი. აი, დედასა, ეგეც კაცი იყო და ცხოვრობდა. ცხოვრება მოზნიკა. საპირველია. საოცარია. ჩემი ნივთები. საოცარია, სად იყო ეს ყველაფერი აქამდე? მარგო. ჯაყო ამბობდა, ზოგი ქურდება მოიპარეს და ზოგი ხელისუფლებამ წაიღო. კარგი თემურ. უხერხულია. όμως დაბოლოს სტუმრები ვართ. უფასოდ გვაჭმევენ, უფასოდ გვასმევენ. ესეც საკმარისია. ეს ნოხიც, მარგო, დარგუში. ცხოველია. აი თი სასუქის ამ თეორიას ლიბიხის კანონი ქვია. უმთავრესად მცენარეს ესაჭიროება აზოტი, ფოსფორი, სიმჟავე, კალიუმი და კირი. ჩვენა მაგისი არაფერი გაგვეგება და გვასწავლე როგორ უნდა გავასუქოთ, ან რა დავაყო. დააყარეთ გუანა. ჩვენ ვარ გვაქვს გუანა თუ რაღა ჯანდაბა. ნეხვი.
ნეხვი კაცო. ნეხვი გაგვაქვს მინდორზე, მაგრამ ამბობენ სხვანაირად უნდა შევინახოთ, თორე ჩვენებური ნეხვი ხაერზე რო ყრია იფიტებაო, ხო და აი გითხარი როგორ უნდა შევინახოთ? გვასწავლე. ეკი მე არ ვიცი. ჩვენი საშველი აღარ ყოფილა. თედო, წამო. Երդեդան կադամե խմի մես վին սադացոն սավ հարուհանանու հարուհանու դալալո հարուհանալու հարալո հարի հարալի հարալեդա հարուհանալու ბრინგა იშოვნე სამსახური მართლა სამსახური სულ დამავიწყდა. აი თი თუ აი თუ თათი აი თათი აი თათი Dagi khuram sampartan sage khara la davaris lolo tashi la da akedan gori shoria da akedan gori shoria thoma gori tibronia da ეხები კაცი გახდი ჯაღვე როგორ გიხდება ჯაღვესა ყველაფერი? ახლა ჯაღვას მარტო ხების თავის გვარი და შენისთანა ლამაზი კნენა გაკლია მაშ ცხინვალშიც ვიყავი, გორშიც და სამუშაო ვერ ვიშოვე. იცი რას გითხრან თემო? მუშაობა შენი საქმე არ ვიქნებოდე. თავრობაც სამსახურს არ მოგცემდე. სადაც თავი შეყავი, ყველგან გამოგაგდე.
ხალხშიაც ვეღარ წახვიდოდი და აქაც უსაქმოდ დაეხეტებოდე. ერთი ეს გითხარი ჯაყოსა. ვაჭრობა როგორ მოგწონდე? ვაჭრობა? ვაჭრობა ჩემი საქმეა, კარგად მაქვს შესწავლილი. ბანკში და კოოპერატივში მუშაობ. თავი დაანებე კოოპერატივი, ჩორტო კოოპერატივი. შენ ყური გიგდე ჯაყოსა, ჯაყომ შენზე კარგად ვიცის ვაჭრობას და კოოპერატივიც. მოდი ამ სოფელში ერთი დუქანი გახსნა, ჰა? რა სიტყოდე? დუქანი მე? მაშ. მე ხაზენი შენ დახლიდარი. ჰა? რა სიტყოდე? კარგი საქმე გითხრამთ, შეაღვი თუ არა? მოვიფიქრებ, მოვისაზრებ ჯაყო. შენ რა სიტყოდი, მარგო? ყველ უბრალოდ ხედიავს, ისევ დახლიდარობას ჯობია. ჯაყოს მადლს მაინც არ დაგაყვედრია. ყური გიგდე ჯაყოსა. გლეხი ტუტუცი ხარ, ძელი ფულის არაფერი გესმის. ჯაყომ კი ადრე გაიგე რომ ეს წინანდელი ფული სულ უკან მიდიხარ და მიდიხარ. ჩორტო ასეთი ფული, თქვა ჯაყომა და ის ფული ერთი დღეც არ შეგინახე. ჯაყომ ეშმაკობა გაგიკეთე და მარტო საქონელი ივაძრე. ერთ გირვანკა ნავჩი, ნახევარი ჩანახი ლობიო აიღე, ან სამი გირვანკა მატყლი, ან 10 გირვანკა კარგი ხილი. გლეხები დათვლა აღარ ვიცის. ყველაფერი ისი აგერია თავში, რომ ძაღლი პატრონს ვეღარ ვიცნობდი. ყველანი გაკოტრდი, ჯაყო იგი გადარჩი და ბევრი ფულიც მოიგე. აბა ნათლია, პასუხი მოგეცი. თანახმა ვარ. ჯაყოიც თანახმა ხარ. მაშინ ღმერთი იყავი ჩვენი საქმის ამხანაგი. დავიწყებდეთ. ნათლია. ჯაყოს დახლიდა რა დაუდექი. რა ვქნანენიკ უსაქმურობას ისევ ეჟობია. რაღა ჯაყოს მიეშველე. ის კი არ ეყოფა იმ წურბელას, რაც სიცხლე გამოგწოვა. შენი ოჯახიც მაგან შეჭამად ეხლა დახლიდა რა დაუდექი განა. საცა კოოპერატივი უნდა გავხსნათ. ჩვენ კაცი არ გვყავს. შენ კი ჯაყოს მიემხრე. აზერ ჩვენ გვიშველო შეგაიგაცო. ალბათ ჯერ არ იცნობ ჯაყოსა თორე მხარს არ მისცემდა. ჯაყო წინანდელ ჩარჩზე უარესია. რაღა მეკითხრა, შენც კარგად იცნობ მაგარ ამზადას. ჯერ იყო და შენი ტყე მუქთად ჩაიგდო ხელში. ვიცი ნინიკა ვიცი. გიშველა ღმერთმა თუ იცი, მერმე იყო და სოფელი აიკლო. შენ რო ქალაქში ხავდა არაფერს ხედავდი. ეგ კაცი ჩვენ ტყავს გვაძრობდა, აღარაფერი შეგვარჩინა. საქონელს იტაცებდა. ხალას ორჯერ და სამჯერ გვახტევინებდა. შენი შემოსავლის ნახევარს იჯიბავდა. ჩემ ბრალია ძმებო,
დროზე ყური ვერ ვათხოვე თქვენ საჩივარს და არ მოგაშორეთ ის კაცი. გიშველა ღმერთმა ეგეც გწოდნია. მერე იყო და ყველაზე კარგი მიწევი მაგან დაიჩემა. ბოლოს კი ისე წაიყვანა საქმე, რომ შენი სახკარი და ბაგიც დაისაკუთრა. მამა ჩემი იმ ვენახში დაბერდა. ჯაყო კი ზედ დააჯდა. სამართალი სად არის? მაგას თავი დაანებე. თეიმურაზის სახლის მორთულობას რო დაიჩემა ის რაღა არის? მაშა, შენ ეგათქვიდა. ისე იესმაკავ, ვითომ სახლი ყაჩაღებმა გაცურთვეს. ნამდვილად კი თვითონ დაიტაცა ყველაფერი და შენი სიმდიდრე ისევ ჩვენ დაჩაგვრას მოახმარა. ერთ არშინ ჩიტში ერთ ფუტ ხორბალს გვართმევდა, კაცო. რაღა გვართმევდა, ეხლა ზიგრე არა შადის. იმიტომ კი არ გავყარეთ ეს თავადები და ბურჯუები, რომ ახალი ბატონი დაგვესვა გისერზეთ. მერე რატომ აქამდე არ ალაგმეთ ე კაცი? იმიტომ რომ მთელი სოფელი ხელში ხავს. გაიძახიან ბევრი სიკეთე გვიყო. არ გვინდა მაგის სიკეთე. ქარისა არც მოტანილი გვინდა და არც გატანილი. ცოტა მოიცადოს და ნახავსა. სკოლის და კოოპერატივის საქმეში დაგვეხმარები თუ არა? მოიფიქრებ. ზალა მოფიქრება გინდა შეგაიგას. არა, ნუ დამაჩქარებთ, მოიფიქრებ. კარგი. აიფიქროს. მოიფიქრე. მაგრამ ეჯაყოს თავი დაანებე თორემა გავყიდე 10 გირვანკა ნავთი. ეს 6 აბაზი. 2 ფუთი მარილი. 2 მანეთი და 14 შაური. გაყიდული საქონელი ამ წინგში ჩავწერე, ხოლო ნავაჭრი ფული დღიურ კასაში ჩავიტანე. აი ამ წინგში არის ჩაწერილი მოგეთ. შენ ფული მოგეცი ჯაყოსა და საცაგინდებოდა იქ ჩაწერე. ეს ბუღალტერია ჯაყო. და ბუღალტერია შენთვის შეინახე, მე რა ოხრად გინდა? ეს ქვეყანა ბუღალტერიაზე არის აშენებული ჯაყო, სადაც ბუღალტერია იციან, იქ ყველაფერი იციან, წესი, დისციპლინა, შრომა და მომავალი. მაგრამ სადაც არ იციან, იქ უწესობა, უდისციპლინობა, ანარქია, არევდარევა და წვდიადი მეფობს. ვიცი შეღომა, ვიცის. მორჩი და გაგათავე. როცა მუშტარი არ ვიქნებოდე, ეს ციგნები წაიკითხებდი, არ მოგწმინდებოდეს. ეს ლოგინი რა თქინდა? მას დუქანი უპატრონოთ ხომ არ დარჩები? მართალია, მაგრამ გიბამ მან ქეშელამ გაათიონ ღამე დუქანში. გიბა და ქეშელას თავის საქმე გაქვს, დუქნისთვის არ გცალია? ღამე ნუ წაიკითხებდი, ტყუილა ნავთი დაიწვებოდი და შენს თვალები გეტკინებოდი. შენ უ შეგეშინდებოდის. როცა გიბა და ქეშელა მოიცლი, დუქანში ჩადგები, შენ კი მარგოსანახავად მოხვიდოდე. საჭმელი ბრინკაი მოგიტანებდე. აბა, ოჩაღად ვიქნებოდე. რა შენი საქმეა დახლიდარობა? შენი საქმეა ძმაო ივანე შავი მუშაობა და მიწის ხულა. ჩემი წინაპრები მიწის მუშები იყვნენ, ამიტომ ეც მიწას დაუბრუნდ. დროზე გამოიცვალე ქურქი. ჭკუამ გამიჭრა. რიგალს გადარჩი და ცოლშვილიც გადაარჩინე, ბედნიერი კაცი. გარდა ამისა ძველადვე უთქვამთ ჭკვიანებს, საც არაშობს, გაცლაშობს კარგი სამამაცისაგან. რუსთაველს უპასუხია ჟობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი. რატომ არ ირწმუნებ რომელიმე ღმერთს ან ეშმაკს? ვეძებ და ვერ მიპოვია. მას რას აპირებ? აღარაფერს. მე ჩემი შევასრულე მეყოფა. ეხლა სხვებმა ზიდონ ამ ქვეყნის ტვირთი.
მალე გავათაებ ამას ხრობას ზოგნი რომ სიცოცხლეს ეძახიან. აღარაფერს აღარ ველი. თქვენი თაობა უკვე მკვდარია. შობია გარემოებას შეურიგდე და დამშვიდდე. საოცარია. საკვირველია. ჩვენი დასაფლავება ჩვენ თვალწინ ხდება, ანდერს გვიგებენ და ჩვენვე ვესწრებით ჩვენს ქელებს. მაგრამ მე თეიმურას ხევისთავი ჯერჯერობით სიკვდილს არ ვაპირებ. არ მინდა მეთქი სიკვდილი, გესმის? მესმის ნუყვილი. ივანე! ერთი რამ დაიხსო მე სამუდამოდ. მე მომღუნეს, შეიძლება მომტეხონ კიდეც, მაგრამ ვერასოდეს ვერ დამიმორჩილებენ, გესმის? ვერასოდეს! მე ჩემ ნამდვილ სათქმელს ვიტყვი. ის დრო მოვა. ისე მჯერა იმ დღის მოსვლა, როგორც ხვალდილით მზის ამოსვლა. ჯერჯერობით კი ახია ჩვენზე, ახი! უძლური ყოველთვის ბრალიანია, ყოველთვის. აგრე გინდა, აგრე გინდა! აგრე! შეგაიკაცო. დავშვიდი, მოიცა დავშვიდი. მოდი თვითონ დავრიოთ. აჰა. დალი. პირიც მოშვენ. ნუ მართლა შეგაიკაცო. სირცხვილია. ვაშკაცი არა ხარ? მოგეშინია. წუთიერ მასის უსტემ დამძლია. გამივლის. ბრძენი მეგონე. თურმე შენს გწოდნია თავის მოგიჟიანება. არავინ არ იცის რას ჯობს ამ ქვეყნად და რას ჭარბობს სიბრძნე თუ სიგიჟე. მათი ზღვარი ჯერ არავის მოუძებნია. ჯაყოსთანა ბატონი ამ სოფელს არ ახოლია და არც ახლომახლო მოიძებნება. ერთი თვით, ერთი კოდი ხორბალი ვთხოვე. ერთი ორად დამისვა. სხვებსაც ასე უშრება. ქაური ხალხი თანდათან ხელში ჩაიგდო. ყველა ჯაყოს მოვალე. დიდი შეძლება უნდა გქონდეს. ნახევარ სოფელს იყიდის. როგორ აგონია შენი ნიფთები ვითომ ქურდებმა და ყაჩაღებმა წაიღეს? ვიცი, იანე. ეხლა ყველაფერი გამოაჩინა, აღარ მერიდება. ამას წინათ ცოლი გააგდო. ერთი კი არა, ორი ცოლი გააგდო, ორივე სხვებს მოსტაცა და ახლა ამბობენ მეოთხეს დაეძებს და იშოვნა კიდეცაო. არ ვიცი, არ გამიგია. ვინ არის, ვის გადაეკიდანა და? არ ვიცი. იკითხე, აქეთ, იქეთ. იქნება გითხრან. ეს ღმერთმა ადგეგრძელოს. ესეც დაიმახსოვრე. მტერი მოყრულად მოსული მტერსედაც უარესიაო. აქამდე თავისი ტოლები ჰყავდა ცოლად. ახლა მადა გაეხსნა და დღედაღამ გაჰკივის. ჯაყომისეთი თავადის ქალი შოვნე რომა? გინიშოვა? არ ვიცი. იქნება სხვებმა იციან და გითხრან. ნეტარი იყვნენ გლახაკნის სულით რამე თუ მათი არ სასუფევლიცადა. სახარება მათისაგან თავი მეხუთე. ნეტარი იყვნენ გლავარნი გულით რამე თუ მიგინი ნუგეშის ცემული იყვნენ. ნეტარი იყვნენ შვიდნი რამე თუ მათ დაენკვიდრონ ქვეყანა. გეყოფა გაათავე. ვნახე და გავიგე შენი წიგნების ძალაც და ნამდვილი ცხოვრებაც. რა ჭირად მინდა შენი ფუღურო სიტყვები. ჯაყომ არაფერი არ იცის, მაგრამ ყველაფერი შეუძლია. შენ ყველაფერი იცი, მაგრამ სანაგვეზე გადასაგდები ჩვარი ხარ.
ნეტარი იყვნენ, რომელთა შიოდეს და წყურვას და სიმართლისათვის რამე თუ იგინი განსღენ. ნეტარი იყვნენ მოწყალენი რამე თუ იგინი შეიწყალნენ. ნეტარი იყვნენ წმიდანი გულით რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. ნეტარი იყვნენ მდევნულნი სიმართლისთვის რამე თუ მათი არსოს უფევლიცადა. ამე ლევანაშენში გაათენებდე. ჩვენებიანთ თომასთან იქნებოდე სტუმრათა. უშე მოღალატე მრუშო ბილწო დედაკაცო. ღმერთო დიდებულო. ნუ თუ ვინ მარგონ ვის ჩაყოს სასაცილოა სარაკოს ისულელია. თემურ, არა გძინავს? მეც ვერ დავიცინე. დამტკიოდა. ცოტა გავიარე. მაშ მარგო, თემურაზი ჩაყოსე გასცვალა. იმ ტყიდან გამოარდნილ ნადირზე, გუშინდელ მოჯამაგირეს. იმ რეგვენ და ბნელ ჯაყოზე, იმ ჯაყოზე, რომელიც გუშინ თემურაზის ნახირს დასდევდა. ჯაყო მარი მყოფინა წარწმული სახლკარი. ბაღი ვენახი, ეზო და ნაფუძრები, თავეჯი და წიგნები. ახია ჩანზე. ახი. აკრემინთა. აკრე. მოჰკავლე გვერაგი, მოჰკავლე გარანზა და მხეცი საზიზღარი პირუტყვი. მოჰკავ თეიმურას ხევის თავო. კაცი კი არა მხეცია, მხეცი. დებულ უფალო ძლიერო შენი მდემა შეწოდებანი ჩემი მომეც მეძალა რადგან მეც ადამიანი ვარ ადამიანი მამოიხ მესმის გეძნელება ლაპარაკი მესმის იმ ხეცმა შენზე ძალა იხმარა რა თქმა უნდა ძალი დაგიმორჩილა არა შენც შეგეშინდა სირცხვილის, ამიტომაც აღარ გამიმშღავნე. ასე მოხდა ეს ამბავი, არა?
ახლა ყველაფერი ცხადია, ყველაფერი მესმის. პირველად ეს ამბავი მაშინ მოხდა თბილისიდან რომ მოდიოდით. არა? იმ ღამით ლეონა შენში არ ყოფილხართ. ესეც ხომ მართალია? რაგი ეჯაყოს ერთი ძალადობა შერჩა, მერმე შეგეჩვია. შენ რასაკვირველია? უძალიანდებოდი, იტანჯებოდი, მაგრამ სისხლისა შეგეშინდა, ამიტომაც აღარ გამიმშღავნე. ასე მოხდებოდა ეს ამა. უეჭველად ასე მოხდებოდა. ამიტომაც დამიმალე. მართალს ვამბობ თუ არა? მართალს. მადლობა უფალს. მადლობა უფალს. ყველაფერს გაპატიებ. ყველაფერს. დაიწყოთ ახალი ცხოვრება. ჯაყოს კი. ჯაყოს არ შევარჩენ, არ შევარჩენ ჯაყოს. ვის არ შეგარჩენ ჟენა? ვის არ შეგარჩენ მეთქი ბრინკა? ვისა? ჯაყო. ჯაყო არ შეგარჩენ? ჯაყოს. ჯაყო. დედას გიტირები ჯაყო. გაგიცე ჯაყო რო ხორივი დაკლა ეს ბრინკა. გაჩერდი გაჯექი. ჯაყოს გემუქრება ბრინკა. ჯაყო. რა გინდებოდეს ჟენა? რა გინდებოდეს მეთქი ჟენა რა? მარგო იგინდოდეს? მარგო რა გინდოდეს მე? რა შენი საქმე ვიქნებოდი ასეთი ცოლი? ვერ აჭმევდე და ვერ შეინახამდე. აქამდე შენთან არიყავი მარგოი? როგორ გახდი მე? მარტო ძვალი გადარჩი. აბა ახლა გიყურე? ამასავით ინდაურიც ვერ გასუქდები მათ. აგრე იცის კარგმა ცხოვრებამ. აბა მარჩი გათებდე. მარგოი ჯაყოსია? და ჯაყოი აღარ მოგცემდე, აღარა? ახლა წახვიდოდე და საცა გინდებოდე იგი ჩივლებდე ჯაყოსა. მარგოს მაინც ვკითხოთ. მარგოსა? ძალიან კარგი ვკითხოთ მარგოსა. მარგო, ეს დავა შენ უნდა გადასჭრა. მარგო! აბა გითხარი ვინ გინდებოდეს? მე თუ ბრინგაი? რას გაჩუმებულ ხარ, მარგო? გითხარი მეთქი? გითხარი ვინ გინდებოდეს მე თუ ბრინგაი? ხვენოდეს. საცახვიდოდე! ახლავე იტყოდე მეთქი ყველაფერი, ახლავე! მარგო, მე მივდივარ ამ სახლიდან, მოდი ხარ თუ რჩები. მე მივდივარ მეთქი ამ სახლიდან, მოდი ხარ თუ რჩები. ჯაყოი ძალა არ დაგატანი? თუ გინდებოდეს სახვიდოდე, ესეც შენა, ესეც თემურაზი. აბა გაგათავე. მარგო, მე მივდივარ ამ სახლიდან, მოდი ხარ თუ რჩები. გათებული ხარ, ბრინგაი, გათებული. დრო აქედან წახვიდოდე. აბა ჩქარა, გაგათრია ამ სახლიდან. შვიდობით, მარგო. შვიდობით. ეს რა მიყავი შემხეცო? ესეც შენა.
თუ ეს საქმე გაგიკეთე ჯაყოსა 60 ჩანახი პური მოგცემ. კარგი ჯაყო. ნახავ. ცდი. კიდევ ერთი რამე უნდა გითხრამდე. თუ ნაშინდარ სკოლა გაგიკეთე, მეც ერთი ურემი და ერთი კაცი მოგცემ სამუშაოთა. მაგრამ კაპრატივი არ გინდა ჯაყოსა. ვიცი. ქჩორტუ კაპრატივი არ გინდა კაპრატივი ნაშინდარ სამაშ. ვიცი ჯაყომა, რა გინდა კაპრატივი? ხალხი ტყავი გინდა გააძრო განა? ვიცი ჯაყომა, ვიცი. ჯაყო. კოოპერატივის საქმეში მე ვერ დაგეხმარები. კარგი, კოპერატივის საქმე მერე იყავი. შენ ჯერ თეიმურაზის საქმე გაგიკეთე. აბა, ხელი მოგეცი. რაც მოხდა. სირცხვილია რომ კნეინა მარგო ჯაყოს ხასად დაუსვა. შენს გვარს მაინც ნუში არჩენ. გაეყარე. მურად გირჩევ ძმაო თეიმურ. ჯერ ასწონე და მერმე გადასჭერი. ჩავარგუში. შენ მეგობარო. შენ გენაცვალოს თეიმურას. შენი ჭირიმე. მე ყველაფერს დაპატიებ და დავივიწყებ. მე უკვე ნაპატიები და დავიწყებული მაქვს. მე არაფერი არ მახსოვს, არც არაფერი მინახავს. მეცაც გეტყვი. ყველაფერი ჩემი ბრალია. მარტო მე ვარ დამრაშა. მარტო მე ვარ ბრალიანი, მაგრამ დღეს სინამდვილე თეიმურაზი მოკვდა და ახალი დაიბადა. რაც მოხდა. მე ყველაფერს გაპატიებ. შენც მაპატიებ. ხო მაპატიებ შენს ერთადერთსა და ერთგულ მეგობარს. ჩემო მარგუში. ჩემო დაუვიწყარო. დაო. დედაო და მეუღლეო. მარგო.
თემურ მითხარი. რა გინდა? რას აპირებ? მე რა მინდა? ხო. კარგი თემურ, კარგი. მე რა მინდა? შენს გვერდით ყოფნა და შენთან სიცოცხლე, მეტი მე სხვა არაფერი არ მინდა. ჩემთან. როგორ ჩემთან თემურ? ნუ შეშინდ, მარგუში. მე მხოლოდ ის მინდა რომ სადმე შენს გვერდით ვიყო რომ ზოგჯერ შორიდან მაინც დაგინახო, მეც არაფერს არ გთხოვ. არ ვიცი. არ მესმის. ჩემთან როგორ გინდა? რისთვის გინდივარ თემურ? ჯაყუ რა სიტყვის? არა ხალხი რა სიფიქრებს? მე ისევ შენი სულიერი ქმარი ვიქნები. არა, ქმარგი არა. შენი სულიერი ძმა და ერთგული მეგობარი ვიქნები. მეც მე არაფერს არ გთხოვ. გამარჯობა, ბრინგა. როგორ ახარ? მადლობა ღმერთსა, რომ ეგრე გადარჩებოდე. მადლობელი არ ჩაყო, მადლობელი. რა ვერ გაგათავებდით აქამდეის? ნუ შეშინდ, ჩაყო. ჯაყოს ბრინგაის არ გეშინია? არა ჯაყო. მე უკვე შენთვის საშიში აღარა ვარ. გინდოდეს თუ არა? თუ არა? რომა? მარგოს გაეღრებოდე. ჰა? გინდოდეს თუ არა? ჯაყოი ფული მოგცემდე. ბევრი ფული მოგცემდე. ფულზე ხმა არ მოიღო ჯაყო. მაშ? ფული არ უნდა აიღებდე მაშ? საქმე გათავებული ხარ. ხვალვე გაეყრებოდე მარგოსა და საღამოს აქედან წახვიდოდე. არა ჯაყო. მე არცადაც არ წავალ. მაშ რაც გააკეთებდე აქა? როგორი ცხოვრებდე? ისევ დუქანში ვიმუშავებ. ოღონდ ერთის პირობით. მარგო ყოველ დღე უნდა ვნახო. არა, შენ არ შეშინდა. ჩვენ შორის მხოლოდ დაძმობა იქნება მეტი არაფერი. ოღონდ ზოგჯერ მარგოს გვერდით მიუჯდები და 2-3 სიტყვას ვეტყვი. არა, თუ გინდა სულაც ხმას არ ამოვიღებ. მაშ ჯაყოი მარგოს ქმარი ვიქნები? შენ კი ძმა იქნებოდე, არა? ხო, ჯაყო, ხო. შენ ქმარი და მე ძმა. წავიდეთ ჯაყო.
ცოტაოდენი პატივი მაინც დასდე შენს თავს, სახელსა და წარსულს. არ მესმის რა დაგემართა. შენი წინაპარნი რკინას ჭამდნენ, დათვებს ხანჯლით ხოცავდნენ და ყინულზე იძინებდნენ. წინ დაიხედე, ისე დგეხარ შენი მამის საფლავზე, როგორც წიწილა დევის მკერდზე. ციცილა? მამა შენი და შენი წინაპარნი სულითა და ხორცით ფოლადისგან იყვნენ ჩამოსხმული, შენ კი გულის მაგივრად დამპალი ძონძი ჩაგიგდია, სულის მაგივრად სიმყრალე დაგიგუბებია, ხოლო ძარღვებში ცხელი სისხლის მაგივრად ჭაობის დუბელა ჩაგისხავს. ისე დაკნინდი და დაილიე, რომ ვაშკაცობის აღარაფერი გწია. ახია ჩემზი ახი! 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 თეიმურას აქ რა გინდა? სამოთიშ. გთხოვთ ბილეთი იყიდოთ. რა ბილეთი? წარმოდგენას მართავთ ღარიბ მოსწავლე ქალების სასარგებლოდ. თქვენც უნდა დაგვეხმაროთ. დიდი სიამოვნებით დავეხმარებით თქვენისთანა. თქვენი გვარი და სახელი, ქალბატონო. მარგარიტა ყაფლანიშვილი გახლავართ. საოცარი, საკვირველია. რა არის საოცარი? ის რომ ჩვენ ორივენი ობლები ვართ. ამ ქვეყნად ბევრი ობოლია. მართალია, მაგრამ ორივენი ჩვენი გვარის უკანასკნელი ჩაომავალნი ვართ. ეს მართლაც საკვირველია. თეიმურას რა დაგემართა? თეიმურას. ეხლა გადი ეკლესიიდან. ცოტას კიდევ მომეცდი და გავალ, ეხლა გავალ. თეიმურას ვერ მიცანი? ვერ ეხლავე გადი ეკლესიიდან. რაო? გავიდე? რა თქმა გავიდე? მე ეკლესიაში არ ვლოცულობ. ბრინკა. სურს თუ არა შეუღლება? ჰა. გინდა თუ არა მარგარიტაზე ჯვარის დაწერა? გინდა მას? სურს თუ არა შეუღლება? რასი კრიჭებით ქალბატონო ფალოს? ანუ რა უფლება გაქვთ რომ მაგოთან აქ ეს მსანთქავთ მადამ ფალოს? თეიმურას უხვირი. მეუხვირი? უხვირი. რა გინდა რა შემაცივთ ვინ? თავიდაბანებე. საკუთარ პანაშვიც დაესწარი, ჩემივე დასაფლავება ვნახე. თეიმურას. რა გინდა ივანე რა შემაცივდი? ვიცი რომ ეკლესიაში პანაშვიდი კი არა ქორწილია, ჯვრისწერაა. მაგრამ ეს ქორწილი ჩემი პანაშვიდია, პანაშვიდი. რო? ის თქვა საწყალიო? წამო თეიმურ წავიდეთ. თეიმურ. მე არც საწყალი ვარ და არც უბედური. მე სნეული ვარ. სნეული. ვიყავი. დღემდე
დღემდე ვიყავი. დიდი მადლობელი დახმარებისათვის და მასპინძლობისთვის, ივანე. ისი არ მოკვდება თეიმურაზი, რომ სიკეთე 1000 არ გადაგიხადოს. მივდიარ. არ ვიცი, როდისანსად შეგხვდები. არც ის ვიცი, გნახავოდეს თუ არა. ეხლა მივდივარ ახალი ბედის აძებნელად. რაც მოხდა. რაც იყო წავიდა და აღარ დაბრუნდება. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. შვიდობით იყავი ჩემო თეიმურას. ხალხო და ჯამაათო, ამ სასახლეში რა უნდა ჩაყოს? ვინ მისამოდენა შენობები ამ წურბელას? გასი მეგართმევენ, ხვალ თქვენ წაგართმევენ. ვინ მაგზავეთ კი, ვინა? ვინა და რევოლუციამ. ხალხო, სმენა! აქ სკოლა იქნება. ქვეით კი კოოპერატივი. სკოლისთვის ახალ შენობას ხომ ვერ ავაწერებ? აქვე იქნება აღმასკომიც. ჯაღოგი თავის დუქანში გადასახლდეს. მართალია თუ არა? ამ კაცსახნავ ნორმას დაუტოვებთ. სამაგიეროდ ეს დიდი ბაღვენახი სკოლას უნდა დაულოცოს. სკოლისთვის უფრო უპრიანია. თქვენი შვილები ბაღვენახის მოვლა მოშენებას ისწავლენ. მართალია თუ არა? დგასი მეგართმევენ, ხვალ თქვენ წაგართმევენ. გელსუ გეყარს ხალხომ გელსა. გლებმა ვიცის ასე. თუ ერთი დაიჭერი და წაიკეცი, ყველანი მოგესწევიან და შეგძამენ. მაშეგრე გინდა? საწყალი ჯაყოი უნდა დაღუპოთ. აგრე მალე დაივიწყეთ ჯაყოი მადლი. მას აღარ გენანები? ხალხო, ამ კაცმა ჩვენი ნაბატონები გახურდა. თქვენც იცით რამდენი ავეჯი და სიმდიდრე დაიჭირა. ჩვენთვის გამოსადეგი არ დარჩეს. დანარჩენი კი მამა პაპეული განძი და ავეჯი. ხაზინა ქალაქში გავაგზავნე. ხალხო! რაც აქ ისე აწყვია. ხო ვერსად ვერ წაგვივა. მაგრამ რაც გადამალული აქვს, ის გამოიტანა. აბაჯაყო! დრო დაგიდგა. ჰა? აი და თეიმურაზის განზეულობა. სანამ ხალხი აქ არის გამოიტანე. დავთვლით და ჩავწერთ. შეგეუბნები ჯაყო. მოიტან მეთქი თორე მე თვითონ გამოვიტან. მაშ კარგი. ჰეი, ილა თედო დათა. მოიტათ ლომი და წერაქვი. იქ.
ქვევით. მარცხნივ. კედელში!
ბრინკა! 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 მოხვიდოდე? ბრინკა! აბა ახლა დაჯდებოდე და მეტყოდე აქამდე სადი ხეტიალებდე და დაეთრეოდე? რა გინდებოდე ვითომა რომ ფეხი დაგკარი და გაიქეცი? რა მოგიგე? ენდე როგორ გახდებოდე? დაჯდებოდე დუქანს მოულიდე და ბუღლატერიასაც გააკეთებდე, თორე ყველანი გატყვევდნენ ქეშელასა. საწყალი ჯაყოე. ძალიან ბევრი წააგე. დუქანი დაგეტე ჯაყომა. იმ სიშორეზე ხალხი აღარ მიდიხარ. შენ სახლში ახლა კაპრატივი გახსენი თავრობამა, გინდა ტყავი გააძრობდე ხალხსა. ესენი კი იძახოდნენ, ხალხი იაფისაკონელი უნდა მოგწე, ой мама იგი წყონდა. ვითომ არ ვიცის ჯაყომა როგორ უნდა მოატყვევდე ხალხი. აი დაუბრუნდი. ახლა ჯაყო სახლი აღარა გაქვს. სახლით წაგართვეს, ავეჯი და ყველაფერიცა. ოქროცა, ვერცხლიცა, სარკეცა, ხმალხანჯალიცა და ყველაფერიცა. სახლი წაგართვეს და სკოლა გაგიკეთეს. რა უხრად გინდა ჯაყოს სკოლა? თუ ჯაყოს განათლება არა გაქვს, კარგი ბიჭი ვერ ახარ რაღა. ბრინკა, იცი რას გითხრა? მოდი ის სახლი ისევ შენ წაიღებდე. ღმერთმანი თავრობა ისევ მოგცემდეს ის სახლი. არა ჯაყო, არ მომცემენ. მოგცემენ მეთქი ბრინკა. ისევ ერთად იცხოვროთ მე და შენა, შენ მარგოს ძმა ვიქნები, მე კიდე ქმარიასი არ გინდოდეს სინათ, მაგრამ სახლს მაინც არ მომცემენ. მოგცემენ მეთქი, მაშინ მოგცემენ. მოდი შევიგდეთ. რაც მოხდა, მოხდა. ჯაყო ჯავრიანი კაცი არ ახარ. რა თქმა უნდა. ღმერთმანი ჯაყომ ყველაფერი დაივიწყე. ბრინკა, შენ ისევ დუქანში ივაწრებდე. ჯამაგირიც მოგცემდე, თვეში 5 მანეთი ხომ გეყოფოდეს? რა თქმა უნდა, კარგად მეყოფა. მაშ ხოლმე წახვიდოდე დუქანში და ბუღლატერიასაც დაიწყებდე. ქეშელა და გიბა გომურში ცხოვრობს, შენც იქ დაიძენაგდე. მართლა ბრინკა? აბა ერთი ნახავდე პატარა ჯაყოსა? ეს ერთი და სხვა 100. მაშ-მაშა აგრე ვიცის ჯაყომა. ბრინკა. ბრინკა, იცი რას გითხრა? შენ რომ მოკვდებოდე, ხევის თავის გვარიც აღარ ვიქნებოდე. მოდი საქმე ისე გაგაკეთებდე, რომ ამ პატარა ჯაყოსა ხევის თავი დაგარქმევდე. რა სიტყვოდე? რა სიტყვოდე? დაგარქვა თუ არა ხევის თავი პატარა ჯაყოსა? თეიმურას. შენ ახარ? თეიმურას. შვიდობაში შენი დაბრუნება. ნუ დამცინი ივანე. რაიმე? რა გაქვს დასაცინი შეგაიგაცო? დასაცინი ისა მაქვს რომ დავბრუნდი.
ძალიან კარგი ქენი რომ დაბრუნდი. ხომ გაიგე რომ სკოლა გავხსენით და კოოპერატივის დავაარსეთ. ხარში მოგვიდეკ და იმუშავე. რა ჩემი საქმეა ახლა სკოლა და კოოპერატივი. თუ ჯაყოს შაუდებ დუქანში, რატომ კოოპერატივში არ გინდა მუშაობა? ისევ ჯაყოსთან გირჩევნია დაბრუნება. ღმერთმა დამიფაროს, ღმერთმა დამიფაროს. არც მესამე გზა მოსჩანს. მაშა სადამე? მაშა სადამე? ან სკოლა, ან კოოპერატივი. რომელი გინდა? რომელი გინდა? კოოპერატივი. მადლობა უფალსა. მოიცა ხელი. ალბათ ისევ შენს ნასახლარში შენ წინანდელ ოთახს დაგიბრუნებთ. იქნება შენი ავეჯიც ჩაგაბაროთ. ავეჯი? მაგრამ ჯაყოს აღარ ეკითხები? ჩაყოს დრო წავიდა. რაც შენ გეკუთვნო და ერთი ნივთიც არ გავატანეთ. ნაწილი ავეჯი სოფლის საბჭოს გადასცეს. ნაწილი სკოლას და ნაწილიც მასწავლებელს. მართალია მეთევზე, რომელმაც მღრიე წყლით ისარგებლა. ბრალიანი არც გელია, რომელიც უპატრონო ბატკანს წააწყდა. კისერიც მოუტეხიათ. თევზებსაც და ცხვრებსაც ქვეყანას იმათვის არ ასცალია ის. თავისი გზით მიდის და ვერც კი ამჩნევს შეჭმულ ცხვრებსა და თევზებს. მაგრამ არის კიდე ვიღაც ამ ქვეყნად ღმერთის გარდა, რომელიც ურმით დასდევს ფეხმართ მგლებს. ურმითა? ო, ურმით. და რაც არ უნდა მარდათ ირბინოს გელმა და სადაც არ უნდა გადაიკარგოს, ის ურმით მადევარი ვიღაც მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჭს. ასია მომართული ეს ქვეყანა.